ამასობაში დაიდო საქსტატის მონაცემები, რომლის თანახმადაც აი პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში დაიბადა 17719 ბავშვი და იმავე დროში გარდაიცვალა 22718 ადამიანი. ანუ 5000-ით მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. ხო, შარშან შობადობა მთელი წლის განმავლობაში იყო 39000. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შობადობის მაჩვენებელი ჩამოწდა 40000-იან ნიშნულს. ანუ 40000 ნაკლები ბავშვი დაიბადა. 10 წლის წინ შედარებისთვის დაიბადა 60000 ბავშვზე მეტი, 60500 დაახლოებით. ანუ 10 წელიწადში 35%-იანი ვარდნა გქონდა ჩვენ შარშანდელი წლის მონაცემები. წლევანდელი წლის მონაცემები ხა ნახევარი წელია, მაგრამ ასე თუ გადავთვლით, გამოდის 35400, აი ზუსტად იგივე რაოდენობა რო დაიბადა მეორე 6 თვეში და ნუ აჩვენებელი იქნება დაახლოებით იგივე, პლუს მინუს დაახლოებით უნდა ველოდოთ, რომ ისევ 17-18000 ბავშვი დაიბადა, ხო? 35400 ბავშვი უნდა დაიბადოს ამ წლის განმავლობაში. ანუ 4000 ბავშვით ნაკლები იდეაში ახლა დათვლებით იბადება ამ წელს, ვიდრე გასულ წელს. ანუ ყოველ წელს კლება ხდება შობადობის რამდენიმე 1000 ბავშვით. ამავე დროს გამოქვეყნდა ქორწინება განქორწინებების მაჩვენებლები პირველ 6 თვეში იანვარ-ივნისის მონაცემებით 9925 ქორწინება იყო ამ პირველი 6 თვის განმავლობაში და იმავე პერიოდში 6456 განქორწინება. ანუ 70% ახალი ქორწინებების, ხო, ნუ ეს ეხლა იმავე წელს იგივე ქორწინებები კი არ არის, იმავე დროს ვინც დაქორწინა ისინი კი არ განქორწინდნენ, არამედ ზოგადად ქვეყანაში ქორწინება ხდება 9000 და 6000 განქორწინება. ანუ 70% იმ ოდენობის რა ქორწინებებიც ხდება, მე პარალელურად ინგრევა. ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ, მანამდე იყო დაახლოებით ნახევარი. აი, გასულ წელს იყო დაახლოებით ნახევარი. ანუ განქორწინება ქორწინებების პროპორცია თანაფარდობა ასევე კატასტროფული ტემპებით იზრდება. მანამდე ნახევარზე ნაკლები იყო. ანუ რაღაც 10 წლის წინ ბევრად ნაკლები იყო. ანუ განქორწინებების ტემპი იმდენად იზრდება, რომ უბრალოდ ფაქტიურად საქართველოს ოჯახის ინსტიტუტი როგორც ასეთი, ну შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცა ბოლო 10 წლეულებს ითვლის. ასე თუ გაგრძელდა, ოჯახი რომელიც აი ჩვენი წინათაობის სურათზე რაც ვიცოდით, რომ აი რაღაც როგორც წესი ოჯახები იყო, რომ აი შეიქმნა ოჯახი და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და შვილები დარჩა, შვილიშვილები დარჩათ და რაღაცა მყარი ერთობა იყო, რომელზეც იდგა მთავარი უჯრედი ქვეყნის კულტურული, დემოგრაფიული მექანიზმი გამრავლების, გრადობის, ფასეულობების გადაცემის, განათლების უზრუნველყოფის, ანუ ეს ოჯახი ხო მარტო ის არ არის, რომ რაღაცა თქო გამრავლების ან რაღაც აი ტრადიციების ვიღაცა შეიძლება ეს ნიშნულად არ მიეცეს და აი მხოლოდ ტრადიციების გადაცემა არ არის. მხოლოდ ტრადიციების გადაცემა კი არ არის. ამ ოჯახის ერთობა უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობასაც შთამომავლობისთვის. ანუ ესენი რომ ერთად შრომობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, მე რაღაც დოლარს ქმნიან, რომელიც ბავშვებს გადაეცემა. ოჯახი არის საბაზისო სოციალური უჯრედი. ხო, ოჯახით შეიქმნა ცივილიზაცია. ჯერ ოჯახი შეიქმნა, მერე შეიქმნა სახელმწიფოც. და სწორია, ეხა შენ რაც აღწერე, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ ხაბეიშვილის არარსებულ რევოლუციაზე, რაღაცა ხოშტარიას პერფორმანსზე, რაღაც ღარიბაშვილს დაიჭერენ თუ არა და რაღაცა ხელისუფლებას ეხა ვიღაცეები გვერდში უნდა დაუდგნენ, თორე ღარიბაშვილის კი არა, ხაბეიშვილი მათ ჩამოიღებს და ამ შემდეგ. ამასობაში ეს ხდება. ამასობაში ყვდებით ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა და რა აზრი აქვს, ანუ აი ეს რომელია უფრო პრიორიტეტული? მოდი საზოგადოებას ვეკითხები.
რაზე უნდა საუბრობდეთ ახლა ჩვენ ყველანი? ამ თემაზე უნდა საუბრობდეთ. რა ვითარება გვაქვს დემოგრაფიულად? თუ ხაბი და რა იწვევს ასეთ და რა იწვევს? ხო, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? და ხელისუფლების პასუხისგებლობა რამდენადაა ამ ყველაფერში? ამაზე უნდა საუბრობდეთ და ამაზე უნდა იყოს მათ შორის საზოგადოებიდან ზეწოლა, პროტესტიც მათ შორის თუ საჭიროა, იძულება, ზეწოლა, თუ რაღაცა არარსებულ პრობლემებზე, რომელიც საერთოდ არ არის ორგანული და ავთენტური ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. ხო და როგორი რაღაცა იცით? სანამ საზოგადოება არ დაუჭერს მხარს და ლეგიტიმაციას არ მისცემს ისეთ ძალებს, რომლებიც ასეთ თემებზე საუბრობენ, ასეთი თემების აქტუალიზებას ცდილობენ, არაფერი კარგი ამ ქვეყანაში არ მოხდება, კაცო. ისე ვიტრიალებთ ამ წრეში, სანამ რა ვიცი, ბოლო ქართველი არ გაქრება. და ძალიან მალე მოვა ეგეც, ახლა თუ ამ სტატისტიკას დაუჯერებთ 20 წელიწადში 15-20 წელიწადში 100 თუ გაგრძელდა ჩვენი რეპროდუქციული და დემოგრაფიული სურათი, ნუ რა ვიცი, აქ შემოbrunებას აღარ დაექვემდებარება არაფერი. აი არის იდეოლოგიები, არის პარტიები და არის კიდე მათემატიკა. მათემატიკა საერთოდ არ აინტერესებს შენ რისი გჯერა, არ გჯერა, შეხედულებები და შემდეგ ციფრები არის ყველაზე ესეთი დეიტრალური საზომი. არის ბანალური ესეთი ციფრი, რომ შობადობა უნდა იყოს 2.1 და ზემოთ, რომ გადარჩეს საერთოდ ერი. ეგ რას ნიშნავს? აი მოსახლეობა ხო ყავს? ქალების რაოდენობა რაც არის მოსახლეობაში, ამ ქალების რაოდენობაზე თითოეულ ქალზე უნდა მოდიოდეს. ნუ გასაგებია რომ ვიღაცა შვილი არ ყავს, ვიღაცა საერთოდ არ გათხოვდა, შვილი არ ყავდა, ვიღაცამ შეიძლება ჯვარი წერია და ბავშვი დაჩობილი და რაღაც არის იქ რაღაცა ცდომილებები, მაგრამ ეგ რაღაცა სხვას მერე ბევრი შვილი ყავს და მაგით ბალანსდება და საბოლოო ჯამში საშუალო სტატისტიკურად თუ არ მოდის 2.1 მაინც, ან ოდნავ მეტი 2-ზე სტატისტიკურად ეგ ერი კვდება. კი და მარტივი ახსნა აქვს მაგას, ოჯახი ხო ორი ადამიანისგან არის, ანუ ქალი და კაცი, მათ თუ თვითონ რამდენიც არიან, მინიმუმ იმდენი შთამომავლობა არ დატოვეს და მაგასთან არ ცოტა მეტი ბუნებრივ სიკვდილიანობას უღერ შემთხვევებს, ანუ ცოტა ოდნავ მეტი უნდა იყოს იმაზე, ვიდრე თვითონ არიან. ჩვენთან არის 1 და 8. ანუ ეგ აი მათემატიკურად, ნუ 2024 წელს ეგრე იყო, ეხლა შეიძლება კიდე დაიწყებულია. ხო და მათემატიკურად ეგ გვეუბნება შემდეგ რაღაცას. აქ მოსახლეობა შემცირდება, თან მანდ გაითვალისწინეთ, რომ ეთნიკური ქართველები მანდ კიდე უფრო მცირეა. ანუ არის ეთნიკურად არაქართულად დასახლებული რეგიონები, სადაც ტრადიციულად შობადობა უფრო მაღალია, ხოლო ეთნიკურად ქართულ რეგიონებში პირიქით დაბალი. ამიტომ თუ ვინმეს ქართული ეთნოსის გადარჩენა აინტერესებს, მან კიდევ უფრო ცუდი სტატისტიკა აქვს. და მათემატიკა გვეუბნება, რომ ჩვენ კვდებით. ვიღაცისთვის ეგ არ არის ანერვიულო, ვიღაც ამბობს, რომ ბუნებრივი პროცესია, ვიღაც ამბობს, რომ ფეხსემკიდია. აი, მაგ ხალხთან მე კამათის აზრსაც ვერ ხედავ. აი, ვისაც განაღვლებთ გაინტერესებთ და ფეხზე არ გკიდიათ, მაგ ხალხს გესაუბრებით. ჩვენ ცირდებით, ცოტავდებით და ვკვდებით. ეგ არის ნომერ პირველი საფრთხე, იმიტომ რომ რა პოლიტიკური იდეოლოგიაც არ უნდა გქონდეს, თუ მოკვდი ხვალ, არაფერი მნიშვნელობა მაგას აღარ ექნება. ხო, ანუ სიამდვილეში ეს საკითხი უნდა აწუხებდეს კონსერვატორსაც, წესით, კომუნისტსაც, ლიბერტარიანელსაც, ლიბერალსაც და რა ვიცი, ყველას, იმიტომ რომ თუ ფიზიკურად აღარ ვიარსებებთ, შენს აღარ იარსებებ. ანუ შენ რატო გონია რომ ხა თუ აქ დრამატულად შეიცვალა ჩვენი ერის დემოგრაფიული სურათი, შენ ცალკე გადარჩები, შენც არ გადარჩი, შენი შვილიც აღარ გადარჩი. ამიტომ ყველაფერი დაკარგავს აზრს. მთავარი პრიორიტეტი, საერთოდ მთავარი გამოწვევა დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ეს.
ჩვენი დემოგრაფია და დემოგრაფიაში შედის მათ შორის მიგრაცია. სხვა ქვეყნებიდან რო ხელოვნურად ჩამოყავთ აქ უცხოეთის მოქალაქეები. ეგეც პრობლემაა. ეგ დამატებით ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს. ანუ ქართველების შემცირების ფონზე სხვების მასიური შემოყვანა აქ დარჩენილ ქართველებს კიდევ უფრო უარესებს მდგომარეობას. ეგ როგორი საკითხია, იცი? საერთოდ თანამედროვე რეალობაში იდეოლოგია და ეს კულტურა ძალიან დიდწილად განსაზღვრავს მაგ ტენდენციებს. ეხლა იმ კულტურებში, სადაც არ არის ლიბერალური საზოგადოება, იქ შობადობა მეტია და იქ დემოგრაფიის პრობლემები არ არის და სადაც მიდგომა არის ეს ინდივიდუალიზმის გაფეტიშება, რომ საერთოდ არ უნდა განაღლებდეს კოლექტიური იდენტობა და არ უნდა ნერვიულობდეს ზოგადად აი ქართველობა, რომ ცოტავდება, კვდება, ეგეთი საკითხები. უნდა ეხლა ლიბერალი რას ნიშნავს? ლიბერალი ნიშნავს, ვისაც ეგეთი თემები არ აღება. ლიბერალი ნიშნავს, ვინც თავისუფალია აი ამ იდენტობის საკითხებისგან და საკითხს უყურებს მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან, ანუ ინდივიდუალური პრობლემები აწუხებს. ანუ არ უყურებს ამ პრობლემას, როგორც აი ქართველები აღარ იარსებებენ და ცუდია. ასეთი გადმოსახედიდან არ უყურებს და ეგ არის ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ მასეთი მიდგომების საზოგადოება, როცა საუბარი არის გიგანტურ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებზე, მათაც კი დემოგრაფიული პრობლემები ექმნებათ, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოსნაირ ქვეყანაზე, ძალიან მარტივად, ეხლა ვიღაცებს კი გონიათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, აი ამ ხელა ისტორია გვაქვს და შეუძლებელია რომ არ ვიარსებოთ მომავალშიც, იმიტომ რომ გამჯდარი გვაქვს ეს გადარჩენის, კი ბატონო, ეგრეა, მაგრამ ეგ ჩვენი რაც გამჯდარი გვაქვს, ეგ ჩვენს კულტურაში დევს. და თუ ჩვენ კულტურას დავკარგავთ და ლიბერალი გავხდებით, არაფერიც გამჯდარი არ აქვს, მეგობრებო. ეგ გამჯდარი გენეტიკურად კი არ არის. გამჯდარი არის კულტურული თვისება. არანაკლები ერები გამქრალან. რა თქმა უნდა, გამქრალან და ეგეთი თავის დამშვიდება მე ძალიან დამშვიდებული ვიქნებოდი იმას რომ ვერ ვხედავდე, რომ საზოგადოება სრულიად იცვლება კულტურული შინაარსით. ეხლა ანუ რანაირი რაღაცა, იცი საერთოდ სხვადასხვა თაობა დროთა განმავლობაში იღებს ხელში პოლიტიკურ დღის წესრიგის განსაზღვრავს. აი მაგალითად ეხლა გარკვეულ თვალსაზრისით ისევ იგივე თაობა მართავს ამ ქვეყანას, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თვითონ არ დაუნგრევიათ, მაგრამ ხო, საბჭოთა კავშირი, არ დაუნგრევიათ ამათ ისე მაგ პროცესებში ვინც მაგრამ მაგ პროცესებში ვინც იღებდა მონაწილეობას, იგივე ხალხი მართავს. ამიტომ ჯერ რაღაცები არ ჩანს. მამა ჩვენის თაობა. ჯერ რაღაცები არ ჩანს. სინამდვილე რა არის, იცით? ეხლა ის თაობა, რომელიც იზრდება აი ამ ლიბერალურ პარადიგმაში გაზრდილი თაობა, როგორც კი უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრას დაიწყებს, მერე გამოჩნდება თურმე რა შედეგები მოყოლია ამ ყველაფერს. აი ამ ექსპერიმენტს, რომელიც ვითამაშეთ. აი ეს ევროპობანა, რომ ვითამაშეთ, რომ რაღაცა აი აქ ვითომ თავისუფლები, ვითომ აი ქართული რო ვლანძღეთ. აი ყველაფერი ქართული ჩამორჩენილი რო გამოვაცხადეთ და რო ვლანძღეთ და ევროპელობა რო მოვინდომეთ, ხო? აი მაგ ექსპერიმენტს რა შედეგები მოყვება, გამოჩნდება ეგ ყველაფერი.